რა მოხდებოდა თუ კი გეტყოდნენ, რომ ვეფხისტყაოსანი მხოლოდ პოემა სიყვარულზე კი არა, საქართველოს სამეფო კარის საიდუმლო ქრონიკაზეა. და თუ ნესტან დარეჯანი სინამდვილეში თამარ მეფეა და ტარიელი თავად შოთა რუსთაველი, სწორედ ასეთ გაბედულ მოსაზრებას აყალიბებს პავლე ინგოროყვა. წინა ეპიზოდებში ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ პავლე ინგოროყვას აზრით ტარიელის ისტორიაში ასახულია შოთა რუსთაველის ცხოვრება, მაგრამ ამ თავში ის კიდევ უფრო შორს მიდის. პავლე ინგოროყვას თქმით, ნესტან დარეჯანი შემთხვევითი პერსონაჟი არის. მისი ცხოვრება მთლიანად იმეორებს ისტორიული თამარის პერიოდს. ორივეს მამა დიდი სამეფოს მმართველები იყვნენ და ორივე დიდი ხნის უშვილობის შემდეგ იბადებდნენ. ორივე ერთადერთი მემკვიდრეები იყვნენ, რადგან მეფეებს ვაჟები არ ყავდათ. ამიტომ მამები გადაწყვეტენ საკუთარი ქალიშვილების გამეფებას, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ორივე შემთხვევაში პოლიტიკური კრიზისი მოყვა. აქ პავლე ინგოროყვა კიდე ერთ პარალელს ავლებს. ვეფხისტყაოსანში ინდოეთის სამეფო გვარის ორი შტო არის. მთავარი შტო, რომელსაც ფარსადანი ეკუთვნის, და გვერდითი შტო, რომელსაც ტარიელი წარმოადგენს. მაშინ, როცა ფარსადანს ვაჟი არ ყავს, ტარიელი ამბობს, რომ ტახტი სწორედ მას ეკუთვნის. ინგოროყვას აზრით, სწორედ ასეთი ვითარება იყო მე-18 საუკუნის საქართველოში. გიორგი მესამეს ვაჟი არ ყავდა, ხოლო სამეფო დინასტიის გვერდითა შტოში შოთა რუსთაველი იყო. ავტორის აზრით, შოთა რუსთაველსაც შეიძლებოდა ჰქონოდა ტახტზე მემკვიდრეობის უფლება ისევე როგორც ტარიელს. პოემაში ფარსადანი ტარიელს საკუთარი შვილივით ზრდის და მემკვიდრედ მიიჩნევს. მაგრამ ნესტანის დაბადების შემდეგ საკუთარ ქალიშვილს უკვე ტახტისთვის ამზადებს, ხოლო ტარიელის ბედი მთლიანად იცვლება. ინგოროყვას ჰიპოთეზით მსგავსი რამ შოთას ცხოვრებაშიც მოხდა. გიორგი მესამემ შოთა ბავშვობაში აღსაზრდელად აიყვანა, მაგრამ თამარის დაბადების შემდეგ პოლიტიკური მომავალი მთლიანად შეიცვალა. ეს აზრით სწორედ აქედან იწყება დაპირისპირება. მათ საბოლოოდ 1077 წლის აჯანყებამდე მიიყვანა მოვლენები. თუ ამ თეორიას დაუჯერებთ, ვეფხისტყაოსანი მხოლოდ სიყვარულისა და რაინდობის პოემა აღარ არის. ის შესაძლოა შოთა რუსთაველის პირადი ბედისა და საქართველოს სამეფო კარის ისტორიის ხატრული ანარეკლიც იყოს. თუ გინდათ გაიგოთ მეტი შოთა რუსთაველის საიდუმლო ვინაობის შესახებ, მაშინ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს დალაიქება და ჩვენი გვერდის გამოწერა.